მოგესალმებით, შემოგვიფასებო და კარგებო საღამო მშვიდობისა. მოდი განვიხილოთ დღეს ესეთი თემა, რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აბა, რას გეტყოდათ, რასაც ვერ გეუბნებათ, ან არ გეუბნებათ. მოდი, აბა, უბრალოდ უცებ ვნახოთ, რას გეტყოდათ ერთ-2 სიტყვით. პიროვნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული, რასაც ვერ გეუბნებათ, რას გეტყოდათ, აბა, ისეთ თქმას ვერ გეუბნებათ. Ფიქრეთ სტანდარტულად სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და ნახოთ, რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აი ამ არკანით რა დაიწყება. მე შენზე ვეჭვიანობ. თვალთვალებ. აი. ორი კარტი ამოვა. ერთი და მორჩა. კიდე ერთი. კაი. მოდი ნახოთ აბა ამ პიროვნების მონოლოგი თქვენთან. თავის გზნობებზე, რასაც ვერ გეუბნებათ. ხო, პირდაპირ შევეცდები, რომ ასე ვთქვათ, პირველ პირში გადმოგცეთ ამ პიროვნების სათქმელი. ჩამოგითვლით ჯერჯერობით რა არკანებია და შემდეგ რომ იცოდეთ, რას ხსნი, ხო? 10-იანი კვერთხები მაქვს თქვენად, შემდეგ მოდის ეშმაკის არკანი, 10-იანი პენტაკლი, ფორტუნის ბორბალი, 8-იანი პენტაკლი, შემდეგ ქვემოთ 3 არკანიც მაქვს, 9-იანი კვერთხები, ხმლების მეფე და 10-იანი ხმლები, ხო? ანუ რას გეტყოდათ გულწრფელად ეს პიროვნება და აი ვიწყებ მოკლედ. ძალიან გადაღლილი ვარ, თითქოს ყველაფერი ზედმეტ ტვირთად დამაწვა და უკვე ვეღარ ვზიდავ. შენზე ვარ მიჯაჭვული, ეს უკვე ეშმაკის არკანიდან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი ზედმეტ ტვირთად ფონი, რასაც გონება, ყველაფერი ზედმეტ ტვირთად დამაწვა და უკვე ვეღარ ვზიდავ ამ ტვირთს, თუმცა ამ ყველაფრის მიტოვებაც არ შემიძლია. ხო? შენზე ვარ მიჯაჭვული, თითქოს ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ თან ვერ გეშვები. ეს არის ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ და ვიცი რომ ყოველთვის ჯანსაღი არ არის, მაგრამ ჩემზე ძლიერია ეს დამოკიდებულება და თავს იქით ძალა აღარ მაქვს. შენში ვხედავ ოჯახურ ღირებულებებს 10-იანი პენტაკლიდან გამომდინარე, სტაბილურობას, მომავალს, შენთან შეიძლება მქონოდა რაღაც სერიოზული და ძლიერი, მაგრამ თავს არ ვძნობ იმ ადამიანად, ვინც ამას ღირსეულად გაუმკლავდება ამ ყველაფერს თქვენთან ერთობაში, ხო? ყველაფერი ჩვენ შორის თითქოს ბორბალივით, ფორტუნის ბორბალზე მაქვს საუბარი, ტრიალებს, ბედის წერა ხან გვაერთიანებს, ხანაც გვაშორებს. თავს ისე ვზობ, თითქოს საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, უბრალოდ ყველაფერს დროს ჭირდება და დროს მივყავართ ჩვენ. ჩვენ გვჭირდება მუშაობა საკუთარ თავზე და მით უმეტეს მე მჭირდება მუშაობა საკუთარ თავზე. ვცდილობ, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც მე ახლა ვაკეთებ და საკუთარ თავზე რომ მუშაობ, ნელ-ნელა მიმდინარეობს. მირჩევნია ჩუმად ვიყო და შორიდან გიყურო. დაკვირვების არკანი არის ეს, ხო? შორიდან გიყურო. ვიდრე მოვიდე შენთან კომუნიკაციაში შემოვიდე, ურთიერთობა დავიწყო და გული გატკინო. მეშინია კივა ჩემს შიგნით ჯერ კიდევ არის ის ძველი ჭრილობები, რომელიც ძველად ჩემში გაჩნდა. დღესაც აქტიურია ეს ჭრილობები. თავს ვიცავ შენგან, იმიტომ რომ ვერ ვუძლებ იმავე ტკივილს და ვეღარ გაუძლებ იმავე ტკივილს მეორედ. შენთან ცივი ჩანვარ. ეს ამაზეა საუბარი, წეღარა ჩამოვთვალე, 9-იანი კვერთხები უკაცრავად ვერ დამომწყდა ხელში აღება არკანის. შემდეგი არკანი არის ეს, შენთან მიმართებაში ცივი ჩანვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია ჩემი. რეალურად გზნობების ქვა, როგორ ასეთი გლიჯავს შუაზე, ხო? არ ვიცი, როგორ უნდა გამოვხატო ყველაფერი ისე, რომ არ დაგაზიანო. რეალურად, ხო? და სიმართლე რომ გითხრა, ერთ მომენტში მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. ან შეიძლება ახლა გაქვთ ის მომენტი, რომელიც მიგითითებთ იმაზე, რომ დამთავრდა, ხო? თუნდაც ახლა რომ დამთავრდა ყველაფერი. იმ ტკივილს ვერ დავივიწყებ, რაც ჩვენ შორის იყო და დღემდე ვერ გავბედე, რომ გითხრა, ვერ გივიწყებ.
ვერ დაგივიწყებ, უბრალოდ ვერ გეუბნები და ვერც გითხარი ადრე რომ ვერ გივიწყებ და ვერც ვერ დაგივიწყებ. აი ზუსტად ესეთი მონოლოგი აქვს ამ პიროვნებას თქვენთან, აი იმის თქმა უნდა და თქვენთვის არ ვიცი ამდენად კარგად გამოვხატა ეს ჩემი სათქმელი, კერდა მისი სათქმელი თქვენთან მიმართებაში. იმედი მაქვს რაღაც ძალიან ტკივილიანია ეს ყველაფერი თქვენ შორის ეს დაშორება დღეს თქვენ დაშორებულები ხართ. ნუ ყოველი შემთხვევით დასრულებულია თქვენ შორის ურთიერთობა დღესდღეობით დაწერტილებულია, მაგრამ ფორტუნის ბორბალი მაინც ერთმანეთთან ყოველ ჯერზე გავყვეთ ალბათ აქამდე დაშორებულ ხართ რამდენიმეჯერ და ისევ შეერთებულ ხართ, ხომ? და აი ეს ყველაფერი დაგროვებულია და ეს ფენომენალურად არის საბოლოოდ უმტკივნეულესი დაშორება, რომელიც თქვენ შორის არის და თითქოს გადაიწევა დროშიც, ხო? თუმცა ისევ და ისევ ვიძახი, დღესდღეობით ეს წერტილი არ არის ბოლომდე წერტილი, არის წერტილი პატარა პაუზა, როგორც ასეთი რო იტყვენ, მაგრამ დაწერტილებული პაუზა, ხო, ჯერჯერობით აღდგენას, რომელიც არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ძალიან დიდი სირთულეები და გულის ტკივილები და აი ტვირთია ამ ურთიერთობაში, ამ პიროვნების მხრებზე, ასე ვთქვათ, შემოწყობილი, ხო, რომლის ასე ვთქვათ, თრებაც მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ გადაგდება ცენანებად. აქედან გამომდინარე ფორტუნის ბორბლიდან გამომდინარე ბრუნდება ყოველთვის თქვენთან და მოდის და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ანუ თქვენ ერთი და იგივე წრეზე დაგიხართ ამ ურთიერთობაში, ერთი და იგივე წრეზე. აი ეს არის იმ პიროვნების მონოლოგი თქვენთან მიმართებაში, აი ეს გასურს თქვენთვის. და ასე ვთქვათ, იმედია რომ ოდესმე გაბედავს და ამ ყველაფერს გეტყვით პირდაპირ რატო ხდება ესეთი მდგომარეობა თქვენ შორის, რატო ყოველთვის ერთი და იგივე და ვერაფერი ვერასდროს ვერ წავიდა სხვა რაკურსით და სხვანაირი ასე ვთქვათ მიმართულებით ეს ურთიერთობა. დაგემშვიდობებით, ჩამოკარგებო, კარგად იყავით.